მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ცოტა განსხვავებულ ვიდეოს შემოგთავაზებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან შურს ხოლმე ბერძნული ენის იმ თვისების, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ბოლო წლები დაკარგული გვაქვს. ანუ გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო წინ მიდის, ტექნოლოგიები წინ მიდის და ძალიან ბევრი ახალი სიტყვა შემოდის ყველა ენაში მსოფლიოს მასშტაბით, არა მარტო ქართულში, ხო? ძირითადად ეს არის ხოლმე ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიტყვები და ხდება მათი ინგლისური ენიდან კალკირება. ბერძნებმა ამ შემთხვევაში გამოიჩინეს, არ დაიზარეს მოკლედ შრომის უნარიანობა გამოიჩინეს და მოიგონეს თავიანთი შესატყვისები და გამოიყენებენ ხოლმე მათ. ძირითადად ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდები კი მართალია ხშირად გამოიყენებენ ხოლმე ინგლისურენოვან ვერსიებს, მაგრამ ძირითადად მაინც ბერძნულ ენოვან სიტყვებს ხვდებით ხოლმე ჩვენ აი იმ სიტყვების აღსანიშნავად, რომელთაც ახლა მოგახსენებთ. მოდით დავიწყოთ, მე შპარგალკაბად განსადებული რომ რომელიმე სიტყვა არ გამორჩეს. პირველი სიტყვა იქნება ვულკანი. ვულკანი, ქართულად ვულკან, по-русски იფესტიო სტაილინიკა. იფესტიო. კომპიუტერი, კომპიუტერ, იპოლოგისტის. ბანკი, ბანკ, ტრაპეზა. კალკულატორი, კალკულატორ, არითმომიხანი. პრინტერი, პრინტერ, ექტიპოტის. კონდიციონერი, კონდიციონერ, კლიმატისტიკო. ლიფტი, დამავიწყდა ქართულად ხედავთ? ლიფტი, ლიფტ, ანელკისტირას. ანელკისტირას და კიდევ ფრანგულ ვერსიას გამოიყენებენ ხოლმე ხშირად საბერძნეთში, ასანსერ. ასევე სიტყვა ვირუსი, ვირუს, იოს. და ბოლოს თვითონ საბერძნეთი აბსოლუტურად განსხვავებულად ჟღერს ქართულადაც, რუსულადაც და ბერძნულადაც. საბერძნეთი, გრეცია, ელას. ან სხვაგვარად ელადა. კიდევ ერთხელ გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. Addio, γεια σας, τα λέμε σύντομα.